თიკა რუხაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში უპირველეს ყოვლისა თავად კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ეპარებათ ეჭვი, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი გვეუბნებიან, რომ მთელი ამ თითქმის 2 წლიანი მინისტრობის განმავლობაში რუხაძეს არც ერთხელ არ მიუღია გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და ყველა ნაბიჯი, რომელსაც კულტურის სამინისტრო დგამდა და ყველა მოვლენა, რომელიც ამ სფეროში ვითარდებოდა ამ 2 წლის განმავლობაში, იყო დაქვემდებარებული პარტიულ კონიუნქტურას და თიკა რუხაძე მოქმედებდა ისე, როგორც ამას ისურვებდა ქართული ოცნება. შესაბამისად, კულტურის სფეროს წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ სავარაუდოდ სულ სხვა მიზეზი, რის გამოც მან თანამდებობა დატოვა, ასე მოულოდნელად და შესაბამისად ასევე ამბობენ, რომ საკმაოდ მძიმეა მემკვიდრეობა, რომელიც რუხაძემ კულტურის სამინისტროში, კულტურის სფეროში დატოვა და გახმაურებული მოვლენები ახსენდებათ. მათ უპირველესად ახალ თეატრში განვითარებული მოვლენები, დირექტორის გათავისუფლება შემდგომ, მსახიობების გათავისუფლება არა მხოლოდ ახალი თეატრიდან, არამედ სხვა თეატრებიდანაც და შესაბამისად ამბობენ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება თიკა რუხაძეს, რომელიც მოქმედებდა ქართული ოცნების სურვილების შესაბამისად. ბუნებრივია, აქ ჩნდება კითხვა, თუ კი ქართული ოცნების მითითებებს და დავალებებს ასრულებდა თიკა რუხაძე, მაშინ რატომ შეიძლებოდა ახლა პარტიას გადაეწყვეტა მისი თანამდებობიდან გაშვება. ამ კითხვაზე კი ჩვენ რესპონდენტები გვეუბნებიან, რომ სავარაუდოდ კითხვები უკავშირდება მის ქონებას, კორუფციულ გარიგებებს, რომელზეც ეჭვები ამ 2 წლის განმავლობაში არაერთხელ გაჩენილა, მათ შორის კითხვები, რომელსაც აჩენდა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით მიიღო ქართულმა ოცნებამ თიკა რუხაძესთან დაკავშირებით და ამიტომ რესპონდენტები გვეუბნებიან, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მხოლოდ ოფიციალური მიზეზია, რის გამოც მან თანამდებობა დატოვა. მახსენდება ქალბატონი თიკას მიერ მიცემული ერთი ინტერვიუ მხოლოდ, სადაც იგავსო ძალიან ტვინიანი ქალია. აქედან გამომდინარე, ბევრი ფული შეიძლება კონტეს, იმიტომ რომ ვინც არის ტვინიანი, მარტო მას აქვს დიდი ფული. ბიძინას ხელში მისი მინისტრები უცებ თავს ცუდად გრძნობენ, ან შეუძლოდ გრძნობენ ხოლმე და დიხვიძებენ მინისტრებად და უცებ რამდენიმე საათში, შეიძლება რამდენიმე წუთშიც ხებენ გადაწყვეტილებას, რომ ავათარიან. მინისტრები მიდიან და მოდიან. ხელოვნება და კულტურა რჩება. ამ ქალმა ცუდის მეტი არაფერი გაუკეთა ქართულ კულტურას. ეს იყო კორუფციული გარიგებები, შეთანხმებები, ძიმე თანატოვარით მიდის ეს ქალი აქ. ბიძინას მობეზდა ეს მინისტრი აქ და სჭირდება უკვე სხვა, იმიტომ რომ რეალურად არც ერთი ადამიანმა, 10 ადამიანს არ უნდა ქონდეს შეგრძნება, რომ იგი დამსახურების მიხედვით და კარგად და ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას, იმიტომ რომ არც ერთი არ არის თავისი ღირსებისა და პროფესიული დამსახურების მიხედვით ამათობ თანამდებობას. ეს ადამიანები აქ ამ კაცმა დასვა და როცა უნდა მაშინ მოიშორებს. ასე რომ მობეზდა და მოიშორა. ვიღაცა სხვა ყავს მომზადებული, ჩვენ ამასაც ვნახავთ, შეიძლება ძალიან პარადოქსული ვენა მოიყვანოს. ძალიან, აი რომ ვერ წარმოვიდგენთ ისეთი საერთოდ არაფერი შეხება არ ქონდეს ხელოვნებასთან და კულტურასთან. კარიერის განმავლობაში რაც მახსენდება მინისტრობის პერიოდში უბრალოდ არის მოკლული თეატრი. პარტია რასაც ეთყოდა, იმას აკეთებდა თიკა რუხაძე. თიკა რუხაძე თუ რამეს წარმოადგენს საერთოდ ჯერ ერთი იყო ყველაფერი დავით ოიაშვილის დამსახურება და მეგობარს ჩაარტყა ზურგში დანა პარტიის გამო. პარტიის გამო რა კეთილდღეობის გამო რა კეთილდღეობასაც ეს პარტია აძლევდა ალბათ რა ეს ძალიან ისეთი ბანალური მიზეზის გამო, კეთილდღეობის გამო და იმის გამო, რომ რაღაცა კარგი ჩანთა ჭეროდა ხელში. ბიძინა ივანიშვილს რა თქმა უნდა უყვარს ეს რაღაცა ყურმოჭრილი და მონური მორჩილება, თუმცა როგორც ჩანს არ უყვარს ადამიანები, რომლებიც მისდა დამოუკიდებლად გადაწყვეტენ, რომ ფული იშოვონ. ან რაღაცა ფულის შოვნის გზებს ეძებენ, ისე რომ ბიძინამ არ იცის ეს ყველაფერი და ალბათ ეს გაიგეს, რომ რაღაცა ზედმეტი მოინდომა, ან ზედმეტი ფული შოვნა მოინდომა და ალბათ ეს გახდა მისი მიზეზი, ხო? იმიტომ რომ რაღაცა მოარული ხმები დადიოდა თიკა რუხაძის კორუფციულ გარიგებებზე და ვითომ მრჩევლობაზე. ჩვენ არ ვიცით, ვინ შეცვლის თიკა რუხაძეს კულტურის მინისტრის პოსტზე. სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში ირაკლი კობახიძე დაასახელებს ამ კანდიდატურას. თავად რუხაძემ ეს გადაწყვეტილება Facebook პოსტით გვამცნო კულტურის სამინისტროს გვერდზე და თქვა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის ვეღარ შეძლებდა კულტურის მინისტრის თანამდებობაზე საქმიანობის გაგრძელებას და ასევე თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო ირაკლი კობახიძესთან შეთანხმებული.